გამარჯობა. ვიდეო დავყავით 4 სერიად, ეს ვიდეო. ეს პირველი სერიაა და თქვენ შეძლებთ შემდეგ სერიაზე გადასვლას ვიდეოს დასრულების შემდგომ. ჩარჩო ამოვა და გადახვალთ სხვა ვიდეოზე. გთხოვთ უყუროთ. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ თემა ძალზე მოცულობითია და საჭიროებს გააზრებას. მოკლე ვიდეოები კი ამის შესაძლებლობას მოგცემთ. მაშინ დავიწყოთ. მას წარმოგიდგენთ ისტორიულ წყაროებზე და ავტორებზე დაყრდნობით საქართველოში მაკედონელის შემოსვლის შესახებ ცნობებს, აზონის ებრაულ წარმოშობაზე, ფარნაოზის ეთნიკურ კუთვნილებაზე და არმენთა ეთნიკური ხალხის შემოსვლაზე სამხრეთ კავკასიაში. დავიწყოთ ამით. ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის ბოლო, მესამის პირველი ნახევარი, ფარნავაზის გამეფება. ეს ინფორმაცია და მოცემული თარიღები გვჭირდება შემდეგ უკვე ზემო ივერიაში, ანუ იბერიაში, აღმოსავლეთ საქართველოში, ასე ვთქვათ, მაკედონელის ლაშქრობის წლების დასადგენად. რას წერს თეიმურაზ ბატონიშვილი? წელთა დასამამისგან სოფლისა ბერძულთა რიცხვთა 5206, ქართულსა ქრონიკონსა მეათისა მოქცევისა 514 უწინარეს ქრისტეს შობისა 302 წლითა, ანუ თვითონ ანგარიშა ეს და ჩვენ აღარ დავჭირდა ამის ანგარიში. ვახუშტი მემატიანე ისტორია ჩვენი წერს ფარნავაზის მოთხრობაში ერისთავთ ფარნავაზის მიერ დადგინების ბოლოსას, ან მეფობის მე-19 წელსა ქართულიანი 500-იანი ქრონიკონი 10-ჯერ მობრუნებული განვიდაო და ამის შემდგომად მე-11-ს მოქცევამან იწყო. განმარტებული აქვს, ესე იგი, ვახუშტი ბატონიშვილზე დაყრდნობით. ზემოთ სწორედ ეს თარიღი ქრისტეს წინარე 302 წელი აქვს აღნიშნული თეიმურაზ ბატონიშვილს ვახუშტიზე დაყრდნობით ფარნავაზის მიერ ერისთავების დადგინების ბოლო ვადად. ბატონიშვილი აქვე განაგრძობს, ფარნავაზის მეფობის მე-19 წელსა ქართულიანი 500-იანი ქრონიკონი 10-ჯერ მობრუნებული განვიდაო და ამის შემდგომად მე-11 მოქცევამან იწყო და სხვანიცა ქართველთა მოთხრობელნი ემოწმებიან ამას. მაშასადამე ქართული ქრონიკონი ფარნავაზის დროისვე ყოფილა და ამ რიცხვიდან ქრისტეს შორის რიცხვამდე უცდომელად მოდიან ქართული წელთაღრიცხვანიო. გასაგებია ალბათ ყველაფერი. ესე იგი ბატონიშვილი გაუწყებს, რომ ქრონიკონით, იგივე ქრონიკონით წელთაღრიცხვის მოქმედება ფარნავაზის დროსაც და მოქმედებდა და უცდომელიაო ქრისტეს შობის პერიოდამდეო, ანუ ზუსტიაო. რადგან აუცილებლობას წარმოადგენს ფარნავაზის მეფობის დაბადებისა და გარდაცვალების წლების დადგენა, როგორმე ამას თავი უნდა გავართათ. მით უმეტეს, რომ თეიმურაზ ბატონიშვილი რამდენიმე რიცხვს ვისახელებს. ამიტომ ჩვენ ამ გამოვიყენებთ სხვა ისტორიკოსების თარიღებს და ჩვენ თვითონ დავადგენთ ჩვენთას, შემდეგ კი შევადარებთ. განვაგრძოთ, იმეფა ფარნავაზმა მეფემან სრულიად ივერიისა ზედა წელიწადი 65, ესე იგი 325 სიტყვითაც უწერია, ხოლო გამეფდა იგი წელთა დასაბამისგან სოფლისა ბერძულთა ანგარიშითა 5206, მაშინ იყო იგი 27 წლისა და აღესრულა წელსა დასაბამისგან სოფლისა ბერძულთა ანგარიშითა 5271-სა. ვიანგარიშოთ ამ ნაცემების მიხედვითაც, რაც ბერძულიდან მოგცემს შემდეგ სიდიდეს. ეს არის 302 წელი ძველი წელთაღრიცხვის. ამ წელს თეიმურაზ ბატონიშვილი ასახელებს ფარნავაზის გამეფების თარიღად, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი ასახელებდა ზემოთ როგორც გითხარით 302 წელს. ამ წელს დაადგინაო მან, ასე რომ ვთქვათ, მთავრებიო ბოლო ვადა ეგ იყო. ცოტა ცდომილება არის. მაშინ იგი იყო 27 წლის, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 329 წელს დაბადებულა ფარნაოზი.
ძველი წელთაღრიცხვის 302 წელს დავუმატოთ 27 და გამოვა 329 წელი. ხო. ვახუშტის მიხედვით კი ეს თარიღი, როგორც გითხარით, 302 წელი არის ფარნავაზის მეფობის 19 წელი. ჩვენ დავაყრდნობით თემურაზ ბატონიშვილის მონაცემებს, თუნდაც იმიტომ, რომ იბერიაში ალექსანდრეს შემოსვლის პერიოდისთვის ფარნავაზი სხვადასხვა წყაროს მიხედვით იყო 3 წლისა. ესე იგი, ფარნავაზი აზონს ხლებია ძველი წელთაღრიცხვის 309-308 წლებში, ნუ 1 წლის თომილება ავიღოთ. იქ არის მონაცემი, რომ 20 წლის იყო, როცა ფარნავაზი აზონთან მივიდა 20 წლის ასაკში, ხოლო მას უცოცხლია, ესე იგი 329-ს მინუს 92 წელი, 27 წლის იყო რო გაფებდა იმეფა 65 წელი, ეს არის 92 წელი. ახლა დაბადება ვიცით რომ არის 329 წელი ძველი წელთაღრიცხვის, ამას გამოვაკლოთ 92 წელი და მივიღებთ ძველი წელთაღრიცხვის 227 წელს. ეს მონაცემი რომ მართლა სარწმუნოა, ამას დავადასტურებთ ან ვარყოთ მისი შემდგომი მეფის საურმაგის თარიღის დადგენით. თუ დავადგინეთ იცით, იმიტომ რომ უმეტესკან არის მხოლოდ საუკუნე მითითებული. თემურაზ ბატონიშვილი ვახუშტისზე დაყრდნობით წერს შემდეგს: ფარნავაზ მეფე ძველი წელთაღრიცხვის 302 წელს იყო 19 წლის გამეფებული. წავიდეთ მარტივი გზით, თუ ფარნავაზმა სულად იმეფა 65 წელი და გამეფდა 27 წლის ასაკში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოფილა 92 წელი, როგორც გითხარით. ასევე გამეფებიდან 19 წელს, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 302 წელს დავუმატოთ 19, გამოვა 321 წელი, ანუ გამეფებულა ამ წელს ფარნავაზი. აქაც თომილება არის თემურაზ ბატონიშვილსა და ვახუშტის შორის. ცოტა. თემურაზ ბატონიშვილის ცნობით ფარნავაზი აზონს იახლა 20 წლის ასაკში. ფარნავაზ 20 წლისა წარმოვიდა და მუნით და მოვიდა მცხეთად და შეეწყნარა აზონს. ესე იგი, ხოლო დედამისმა ფარნავაზი როცა აზონი შემოვიდა პირველად საქართველოში, იყო 3 წლის და გახიზნა ის კავკასიაში, ასეცეს თემურაზ ბატონიშვილი. ახლა ეს ინფორმაციები მოაგროთ. ვახუშტისეული მონაცემით ფარნავაზის დაბადების წელი იქნებოდა ძველი წელთაღრიცხვის 328, ანუ 329 წელს პლუს 20 წელი. ეს გამოვა დაახლოებით 328 წელი ძველი წელთაღრიცხვის. რაც არათავსებადი თარიღია მის ჩვილობასა და ალექსანდრე მაკედონელის ასაკთან მიმართებით. ეს უკანასკნელი იქნებოდა 8 წლისა. მაკედონელი, იმიტომ ცნობილია მაკედონელის დაბადების წელი, ძველი წელთაღრიცხვის 356 წელი. იბერიაში შემოსვლისას თუ 3 წლის იყო, მაშინ რა ქვია, ფარნავაზი ალექსანდრე იქნებოდა 11 წლისა. ძველი წელთაღრიცხვის 329 წელს, ანუ 328 წელს შესაძლო მაკედონელი რომ შემოსულიყო საქართველოში, სრულიად შესაძლებელია. მან ძველი წელთაღრიცხვის 329-327 წლებში ილაშქრა სოხდისა და ბაქტრიანეს აჯანყებულთა წინააღმდეგ. ესე იგი, ჩაახშო ამ წლებში ჩაახშვეს აჯანყება. აღნიშნული აჯანყება ჩახშობილი იქნა ძველი წელთაღრიცხვის 328 წელს და ნაწილი 327 წელშიც გადავიდა. თუ ამ ვერსიას დავუშვებთ და გავითვალისწინებთ ფარნავაზის ასაკს 3 წელს საქართველოში, იბერიაში ალექსანდრეს შემოსვლის პერიოდისთვის, მაშინ დიდი დამპყრობელი ჩვენს ქვეყანაში უნდა შემოსულიყო 328-ს გამოვაკლოთ 3, 325 ან 326 წელი. ეს ვერსია ჩვენ სარწმუნოდ მიგვაჩნიათ თომილებით, რა თქმა უნდა. ვიდრე მაკედონელი აჯანყების ჩახშობას შეძლებდა და მერე უკან მობრუნდებოდა, გარკვეული დრო გავიდოდა, რა ვთქვათ, რამოდენიმე წელი, ერთი ან რამოდენიმე წელი. ალექსანდრე აჯანყების ჩახშობის შემდგომ შემოუარა კასპიის ზღვას, აიღო კიროპოლი, დარუბანდი გაამშვენიერა და სახელიც შეუცვალა. ალექსანდრია უწოდა, ეს არ აგვერიოს ეგვიპტის ალექსანდრიაში.
მაშასადამე ფარნავაზი დაბადებულა ძველი წელთაღრიცხვის 328 წელს მცირე ცდომილებით და გარდაცვლილა 328-ს ან 329-ს გამოვაკლოთ 92, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 237 ან 236 წელი. მოდი ავიღოთ 237 ვთქვათ, რომ ან აღარ ვილაპარაკო. ხლა მაკედონელი შემოსვლა საქართველოში. ხოლო ოდეს ძლო ალექსანდრემან დიდმან მაკედონელმა მესამე დარიოს მეფესა სპარსთასა და მოიკლა დარიოს რტორვასა შინა ბესი ვინმე დიდებულისაგან თვისისა. შემდგომად მისსა მოვიდა საქართველოსა ზედა დარუბანდის გზით ადგილსა რაღაც წოდებულსა. მერეფჩხილებში უწერია, რომელსაც არაყებად იწოდებენ და მოვიდა მუნით კიროპოლად, რომელიცა იყო მამულსავე შინა ივერიისასა, ალბანიასა შინა. მესამე ძლევა დარიოსისა მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 331 წელს გავგამელის ბრძოლაში. თუმცა ეს ბრძოლა გავგამელში ის ველზე გაიმართა თუ არა სადავოა და ჩვენ ამას თავი დავანებოთ. ამბობენ რომ მოსულსა და არბელას შორის იყო ეს ბრძოლა გამართული. ესე იგი მოხდა ნახდათ 300 ძველი წელთაღრიცხვის 331 წელს. და მოგეხსენებათ რომ დარიოსი გაიქცა. ესე იგი დარიოს მესამე მერე მოკლა ბესმა. ამის შემდგომ მოვიდა ალექსანდრე საქართველოს ზედაო დარუბანდის გდით, რადგან რაღაც წოდებულად და რომელსაც არაყები ეწოდებისო. ვერც რაღაც ადგილმდებარეობა დავადგინეთ ჯერჯერობით და ვერც არაყებისა კიროპოლის შესახებ კი მნიშვნელოვანი ცნობებია. ხოლო უცხოელ ძველთა და ახალთა ისტორიკოსთა ტექსტებში შენიღბულ დამახინჯებული უფრო ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები და დასკვნებია კიროპოლთან მიმართებით გამოტანილი, რომლებზეც დაყრდნობა წყლის ნაყვა სანაყავის გარეშე რო ვთქვათ. ესე იგი მითითებულია ყველაფერი და მაინც სხვაგან ეძებენ მოგახსენებთ ამას. თუ დააკვირდებით ბატონიშვილიდან ზემოთ წარმოდგენილ ამონარის გაგიკვირდებოდათ ალბათ. მაკედონელი მოვიდაო მუნით კიროპოლად, რომელიცა იყო მამულსავე შინა ივერიისასა, ალბანიასა შინაო. რადგან მითითებულია მისი ადგილმდებარეობა ისეთ ტერიტორიაზე, რომლის დადგენას შესაძლებელია მეტ-ნაკლები ცდომილებით. თუმცა დღემდე მიდის დავა იმ საკითხზე, ზოგი აღმა და სხვანი დაღმა მიუთითებენ მის მდებარეობას კიროპოლის, თანაც ადამიანის ფანტაზიის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისტორიული წყაროების საკუთარი ინტერპრეტაციით. არაფრით არ უნდათ აღიაროთ, რომ აი როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი წერს, რომ მამულსავე შინა იყო, ესე იგი საქართველოს ტერიტორიაზე იყო ეს კიროპოლი დაარსებული კიროსის მიერ. ესე იგი ჩვენს მამულში საქართველოში მოვიდაო ალექსანდრე, გავიხსენოთ ქართლოსის მისი ძმებისა და შვილების განსახლება კავკასიაში, ისევ თეიმურაზ ბატონიშვილიდან და ყველაფერს ნათელი მოეფინება. აი რას წერს თეიმურაზ ბატონიშვილი ერთ-ერთ ძმას ქართლოს მოაკანოს, ანუ მოაკანო რამისა სამმართველო. მოაკანოს განუჩინა ადგილი აღმოსავლით კასპიის ზღვა, დასავლით სადაცაც დიდი იორა, ანუ ალაზანი მდინარე ეყრების მტკვარსა სრუტამდე მისსა, სამხრეთ თვით მტკვარისა, მდინარე ვიდრემდის შეეყრების კასპიუსა ზღვასა. ამან აღაშენა მართლობელ დინარისა მტკვრისა ქალაქი, რომელსაც უწოდა შარავანდი, ესე იგი მოაკანოსმა. მერეფჩხილებში უწერია თეიმურაზ ბატონიშვილს, ქვეყანას აც შირვანად უწოდებენო. შემდგომად პიროს დიდმა სპარსთა მეფემან მოშალა ქალაქი იგი და თვით არა უშორეს ქალაქისა მის ქმნა ქალაქი და ციხე, რომელსაც უწოდა კიროპოლი, სახელთა თვისთა, რომელსაც თავისა იტყვიან ალექსანდრე მაკედონელის მიერ დიდისაგან დარღვევასა. მერე იმან მოშალა ეს ალექსანდრე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კიროპოლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. სადღაც შირვანდის, შემდგომში შირვანის, ეს არის თანამედროვე აზერბაიჯანის სიახლოვეს.
შარავანდი კიროსმა დაანგრია და არაუშორეს ააშენა თავის სახელობის ქალაქი კიროპოლი. მერე თეიმურაზ ბატონიშვილი მასაც ამბობს, რომ მოგვიანებით უკვე კიროსი რო გარდაიცვალა, ქართველებმა ეს ქალაქი უკან დაიბრუნეს. ეს უკანასკნელი საფუძვლამდე დაანგრია, შემდეგ ალექსანდრემ და დარუბანდი გაამშვენიერა, ანუ კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქი, უწოდა ალექსანდრია. ესე იგი, მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე ალექსანდრია იყო მის სიცოცხლეში და კიდევ ერთხელ გამეორდეთ, რომ არ შეგვეშალოს ეგვიპტის ალექსანდრიას. უცხოელ მეცნიერთა მხრიდან საქართველოს თუნდაც უძველესი ისტორიის არ ცოდვაა, მაგრამ საბჭოთა ისტორიკოსების მხრიდან ამ საკითხზე წაყურება დანაშაული. ყველგან ვარაუდობდნენ კიროპოლის არსებობას და დღემდე ვარაუდობენ სხვათა შორის. დაწყებული თანამედროვე ტაჯიკეთიდან აქეთ დასავლეთისკენ გარდა კასპიის ზღვის რეგიონისა, სადაც განსახილული იყვნენ ქართველური ეთნოსის ხალხი. აი საქართველოს ტერიტორია რო იყო ის, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე. აიღო კიროპოლი და მოიწყლა თვით ალექსანდრე ქვითა კისერსა ზედაო, წერს თეიმურაზ ბატონიშვილი ბრძოლაში. კიროპოლის აღებისას ალექსანდრეს კისერში მოხდა ქვაო. სავარაუდოდ ალბათ შურდურით. ახლა რას წერს ამის შესახებ პლუტარქე? ერთხელ კიდევ ქვა მოხდა კისერში ალექსანდრეს, ისე რომ თვალებზე ბინდი გადაეკრავო. პლუტარქე წერს თავის შეულ ბიოგრაფიებში გვერდი 425. შემდეგ იავარყო სრულად კიროპოლი და აღსვრა ძირითუდ განადიდა ალექსანდრემან ზღვისკარი, ესე იგი დარუბანდი და აღაშენა ევრცელესა და უწოდა მას ალექსანდრია, ვინაიდან იდგეს ქალაქსა მას შინა სრულად ცხოვრებნი ქართველი, სრულად ცხოვრები ქართველი, კახოსის ნათესავთაგანი. მერე ფრჩხილებში უწერია, ვინაიდან მას ადგილამდე არს სამზღვარი კახოსისა. ცხოვრებნი მუნებურნი შეიყვარა ფრიად ალექსანდრემან, მუნებურებს უწოდებს, ესე იგი იმ ქართველებს თეიმურაზ ბატონიშვილი. ახლა კახოსი მოგეხსენებათ ქართლოსის ძე იყო და ესე იგი მისი მმართველობის, მისი შთამომავლების უпростоრად ტერიტორია ესაზღვრებოდა აი კიროპოლს. ალექსანდრემ იავარყო კიროპოლი და ძირფესვიანად დაანგრია, განადიდა ზღვისკარი, ანუ დარუბანდი. ეს თანამედროვე დაღესტანის ტერიტორია განავრცოდა, აღაშენა და უწოდა თავისი სახელი. ამ ქალაქის ცხოვრებნი იყვნენ ქართველები, კახოსის მოდგმა, მუნებურნი. შეიყვარა ისინი მაკედონელებმა, ესე იგი კასპიის ზღვიდან მიდერ შავ ზღვამდე ტერიტორიაზე სახლობდა ქართველური მოდგმის ხალხი, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეა. დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის 2023 წლიდან, როცა ქართლოში შემოვიდა საქართველოში. როცა ალექსანდრე იქ იმყოფებოდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა. ჩვენი აზრით მას ქართველებმა, ხოლო პლუტარქეს განმარტებით კი ბარბაროსებმა ცხენი მოპარეს, მის საყვარელი მეგობარი ბუკეფალა, ანუ ბუცეფალა. მოუშველიოთ პლუტარქე, აქ ჰირკანიაში ვიღაც ბარბაროსები უეცრად თავს დაესხნენ იმ მაკედონელებს, რომელთაც მეფის ცხენი ბუკეფალა მოჰყავდათ და პირუტყვი წაართვეს. ამან ალექსანდრე ფრიად შეაწუხა, მან მაცნე გაუგზავნა ბარბაროსებს და დაემუქრა, თუ ცხენს არ დაუბრუნებდნენ, ყველას ცოლშვილიანად გაჟლებდა, მაგრამ როცა ბარბაროსები მოვიდნენ, ცხენი მოუყვანეს და ქალაქები ჩააბარეს, იგი ალერსიანად მოეცა ყველას და ცხენში გამოსასყიდიც კი მისცა. ეს ინფორმაცია შევარდაზაროთ ზემოთ ბატონიშვილის სეულ დარუბანდის ცხოვრებლების მიერ ალექსანდრესთვის, ასე რომ ვთქვათ, ცხენის მოპარვას. მათი ქალაქი კი არ დაანგრია, ესე იგი ალექსანდრემ აღაშენა კიდეც, ანუ ეს იმიტომ გააკეთა სავარაუდოდ, რომ ამ ქალაქის ცხოვრებნი ომრად დანებდნენ მას და ჩააბარეს სხვა ქალაქებიც, არა მარტო ეს ქალაქები. დარწმუნებით შეიძლება მისცქვა, რომ პლუტარქეცა და თეიმურაზ ბატონიშვილის ერთ და იმევე საკითხზე საუბრობენ. მათი ცნობები ერთმანეთს ავსებს.
საოცარია, ესე იგი, იმ თავითე მაგრები ყოფილვართ ქართველები ცხენების სპარვაში. ამ საქმის დაწყება მსოფლიოს დამპყრობლის ცხენის ქურდობით დავიწყეთ. და არა ვთქვათ დამარცხებული დარიოს ცხენის ქურდობით. შემდეგ გავაგრძელოთ. წარუძღვნენ მუნებურნი ალექსანდრეს შიგნითისა, კახეთისა, თვისა და უჩვენეს მას საშინლად სახილველი იგი კლდეი მთისა მის დიდისა კავკასიისაგან, რომელსაც ეწოდების საყორნე, სადაც პრომეტეს იყო დამსჯვალული. მერე ფრჩხილებში, ხოლო ესე მთა არს პანკისისა ხეობის თავსა, გარდასავალსა თანა თუშეთისასა. უკ მობრუნებუნი მუნიდან გადავიდა გარე კახეთის ჰერეთისა ადგილთა კახეთისავე მამულსა შინა. განუმაგდა მას მკვრის პირისა ქალაქი რუსთავად სახელდებული. არამედ აიღო იგი ალექსანდრემან და დაიმორჩილა. მუნით მივიდა მცხეთასა, განუმაგდა მცხეთაცა და სხვანიცა ქალაქნი და ციხენი. არამედ აიღო მცხეთა და მოკლა მამასახლისი მცხეთისა კაცი სახელოვანი სამარა და მისი ძმა. აი ეს ძმა არის ფარნაოზის მამა იყო. ეგრეთვე სხვანიცანი ციხენი საქართველოისანი აღხვნა ძალითა, ესე იგი ნასტაკისი, ციხე-დიდი, უფლისციხე, სარკინეთი, სამშვილდე და ურბნისი. მთელი აღმოსავლეთ საქართველო თითქმის. დაიმონა სრულიად ივერიელნი. დაუტევა მუნ აზონ თავართა თვისთაგანი ძეი არიანი მთავრისა მაკედონელისა. აქ სამი ვარსკვლავი აქვს ამ სიტყვას მაკედონელისას თეიმურაზის წიგნში და განმარტავთ მერე. 100,000-იანი მხედრობით, რომელნი იყვნენ იტალიელნი. სამწუხაროდ ჩვენი მაშინდელი თანამოძმე მუნებურები ნებსით თუ უნებლიეთ ღალატის გზას დაადგენენ. ალექსანდრეს შიგნითა კახეთისკენ ვითომ პრომეთეს ამირანის, რა თქმა უნდა, მიჯაჭვის ადგილი საჩვენებლად წამოუძღვენ. სინამდვილეში კი ამით ისარგებლა ალექსანდრემ უკმობრუნებული ჰერეთს გადავიდა და შემდგომ იბერიას შეესია. რა მიზნით ჩაიდინეს ეს ღალატი თანამოძმეებმა, თეიმურაზ ბატონიშვილი ამის შესახებ არაფერს საუბრობს. საყორნის მთის ხილვა შთამბეჭდავი კი იქნებოდა, მაგრამ ალექსანდრეს დამპყრობლული მადის გაღვივება, რომელიც ისედაც მუდამ მოჭარბებული ჰქონდა, ალბათ სხვა მიზანს ემსახურებოდა. როგორც ჩანს, იმდენად გაუშინაურდნენ მუნებურები ალექსანდრეს და მისი იმედი მიეცათ სრულიად იბერიის დაპყრობა გადაწყვიტეს და დახმარებას სთხოვეს. თანაც იმ მოცემულობით, რომ აღნიშნული ტერიტორიები მათი წინაპრების საკუთრებაც იყო. ზემოთ მოგახსენეთ. აი აქ ახლა ამ ციტატაში პირველად ჩდება აზონი. დაუტევა მუნ აზონ თავართა თვისთაგანი ძეი არიანე მთავრისა მაკედონელისა 100,000 მხედრობით, რომელნი იყვნენ იტალიელები. მერე აი სამი ვარსკვლავის განმარტება აქვს, ბოლოში განმარტებებს აკეთებს თეიმურაზ ბატონიშვილი თავისი წიგნის და იქ წერია შემდეგი, იგივე ტექსტში, ესე იგი ანტონ კათალიკოსის წიგნთაგან და ვახტანგ მეფისა. ყვალად ვახტანგ მეფე წერს, ალექსანდრემან დაუტევნაო ქართველთა ზედა პატრიკად, აქ უკვე პატრიკი იქ მთავარი, სახელით აზონი ძეი იარედისაო, ნათესავ მისი ქვეყნით მაკედონით და მისცა 100,000 კაცი ქვეყნით რომით, რომელსაც ქვიან პროტატოს, ამ ქვეყანას პროტატოს, ესე იგი პროტატოსელნი მოიყვანა ქართლად იგი ალექსანდრემან და მისა ხელის ქვეშე აზონ პატრიკსა. ხლა ჩვენ დავადგინეთ, რომ პროტატოსა ეს ქვეყანა სად იყო და აქ ცხოვრობდნენ აი ეს პროტატოსელნი და შემდეგ ვიდეოებში ჩვენ აუცილებლად მივყვევით და გავმატავთ ყველაფერს. მოდით ეს პირველი სერია ამით დავასრულოთ და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი ვიდეოები და ისა არხი და უყუროთ ვიდეოებს. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. დიდი მადლობა. შემდეგ ვიდეომდე.